მეგობრებო, ჩვენ ახლა მივდივართ ამჯერად კერძო სახლი არ არის. გადავწყვიტეთ, რომ მაინც რადგან ექსკურსია დავარქვით ამ ტურს, როგორც ყველა ექსკურსია, ჩვენც გავივდით ეკლესიასთან. წავკისი ტაბახმელას ახალ სამეზობლოს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ახალი ეკლესია ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ახლა რუსეთში გახიზნულმა ოთარ ფარცხალაძემ აუგო. ფარცხალაძე 2 წლის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა საქართველოში რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ საქმიანობის გამო. მერი აჩუქა თავის შვილს და მისმა შვილმა აჩუქა საპატრიარქოს. ოთარ ფარცხალაძე, რომელიც სანქცირებულია და წავიდა მას შემდეგ რუსეთში და ყველაფერი მის სახელზე რაც იყო შვილს გადაუფორმა, მათ შორის არის ეს ეკლესიაც და მის გვერდით ნაკვეთიც. ფუფუნების ღმერთი არსებობს, ალბათ რელიგია. ესე იგი, მეუფე იმას სასახლეს იშენებს და პროკურორის ეკლესიას აშენებს, ხო? წავკისსა და ტაბახმელაში შესაძლოა ყოველი მეორე საკადასტრო კოდი მორიგი ფუფუნების ამბავს ყვებოდეს, მაგრამ ჩვენ გზა უნდა გავაგრძელოთ. გზად კი მოგიყვებით ქართული ოცნების რამდენიმე გამორჩეულ მაღალჩინოსანზე, რომელთაც გამორჩეული ქონება დააგროვეს.